უკვე 2 საათზე მეტია, რაც მაღვიძარა თქვენთან ერთად არის და შესაბამისად დაპირებული მინი კონცერტის დრო დადგა. თუმცა სანამ უშუალოდ ანსამბლზე გადავალ ანსამბლ ლიახვზე, მინდა წარმოგიდგინოთ ანსამბლის ხელმძღვანელი დავით ელბაქიძე და პროდიუსერი ნანა კალანდაძე. დილამშვიდობი ჩვენთან ერთად ხართ, მოგესალმებით. ბატონო დავით, თქვენი ანსამბლი ცხინვალში 1978 წელს შეიქმნა და 90 წლამდე იქ მოღვაწეობდით. შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ლიახვი დევნილობაშია. და როგორც ვხედავთ, ანსამბლი დატვირთულია ახალი, დაკომპლექტებულია შედარებით ახალი თაობითაც. და აი გვაინტერესებს 75 წლიანი მოღვაწეობის პერიოდი, საინტერესო პერიოდი გაიხსენეთ და მოგვიყევით. ალბათ ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ანსამბლში. ანსამბლი ლიახვი როგორც ბრძანეთ, ჩამოყალიბდა 1978 წელს ცხინვალის სარაიონო კულტურის სახლის ბაზაზე. ვიყავით ყველა ცხინვალიდან. ჩემი ახალგაზრდობა 25 წლისა ვიყავი მაშინ და ვიყავით ყველა ცხინვალელები. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, არაპროფესიონალები ვიყავთ და ეს იყო თვითმოქმედი კოლექტივის დონეზე. 1986 წელს მივიღეთ სახალხო ანსამბლის წოდება. მე ეს მოვლენები რომ მოხდა, ცნობილი მოვლენები. 91 წლის შემდეგ უკვე აქ მუშაობთ და ის ადამიანები ზოგი დამეფანტა, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ოჯახი რომ ერჩინათ, თავისი სპეციალობით დაიწყეს ზოგმა მუშაობა, ზოგი არქიტექტორი მყავდა, ზოგი პოლიციელი, პედაგოგი. და ჩანაცვლება მოხდა, ახალგაზრდები ჩავანაცვლე. ეხლა ამჟამად ჩვენ ვართ 5 ადამიანი ცხინვალიდან, დანარჩენი ახალგაზრდები არიან თბილისიდან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ ოსურ სიმღერებს და სხვათა შორის სიტყვები ძალიან ძნელი წარმოსადგმელია. ამიტომ პირადად მეც ცხინვალელი ვარ ახლა ოსური ენა კი მესმის, მაგრამ აი გამოთქმები ცოტა რთულია, ამიტომ ჩვენ გვყავს პედაგოგი საკვირაო სკოლაში. პირადად ჩვენი პედაგოგი არ არის საკვირაო სკოლაში, 111 სკოლაში. იქ მივდივარ, მე კონსულტაციას ვიღებ და მე ამათ ვასწავლი იმ სიტყვას. აი რეპერტუარზეც გვესაუბრეთ, ასრულებთ ოსურ ქართულ სიმღერებს და საკმაოდ მრავალფეროვანია. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ჩვენ პირველი ანსამბლი ვართ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, პირველი ქართული ანსამბლი. მანამდე იყო სახელმწიფო ანსამბლის სიმბდი, სადაც იყო ვაჟთა ვოკალური ჯგუფი. პირველი ანსამბლი იყო ქართული ჩვენი და შემდეგ ჩამოაყალიბა აზგანსონებულმა ბატონმა ნუგზარ ფსუტურმა ლენი ახალგორში. ანსამბლი ქსანი. ცვლით თუ არა რეპერტუარში, აი სიმღერებში ტექსტებს თუ უნარჩუნებთ იმ ავთენტურობას და ძირძველ ელემენტებს უნარჩუნებთ როგორც ქართულ ხალხურ, ასევე ოსურ და სხვათა შორის ჩვენ ყოველ წელს დავდივართ ხოლმე კახეთში. ლაგოდეხის რაიონი არის ასეთი სოფელი არეშფერანი, სადაც ოსური მოსახლეობა ცხოვრობს ძირითადად და იქ გვაქვს ხოლმე ღონისძიება, რომელსაც კოსტაობას ვეძახით. იქ არის კოსტახედაგუროვის ძეგლი. ყოველი წლის ნოემბერში ჩავდივარ და სხვათა შორის შარშანდა წელს შარშან ჩამოსული იყვნენ ვლადიკავკაზიდან ოსი ეროვნების კორესპონდენტები. და სრემლად დაიღვარდნენ, ასე ვთქვათ, იმდენად მოეწონა ჩვენი ოსური ფოლკლორი, სიმღერები, რომ თქვენს რომ ესე იგი ვლადიკავკაზში უკვე დაკარგულიაო და თქვენ რა კარგად ინახავთ ოსურ სიმღერებსო. ამ ყველაფერს დიდი ბოდიში შეგაწყვეტნებთ, ცოტა ხანში მივუბრუნეთ ქალბატონონა თქვენთანაც ცოტა ხანში გადმოვალთ კითხვით, მანამდე კახასთან გადავიდეთ, სადაც უშუალოდ ანსამბლის წევრები იმყოფებიან. დიახ, აი ესე გამოვეპარე მე ჩემ თანაწამყვანებს, საერთოდ ოსური სიმღერები ჩემთვის ნაცნობია, იმიტომ მე ერთი პერიოდი ცხოვრობდი ვლადიკავკაზში. მივესალმები ანსამბლის წევრებს, დიდი მადლობა რომ მოხვედით ბიჭებო ჩვენთან. დღეს პირველ სიმღერას რას გვიმღერებთ? მოგესალმებით და პირველ ნომრად შემოგთავაზებთ ოსური მელოდიების პოპურს. გისმენთ.
ბიჭებო, ჩვენ ცოტა ხანი შევისვენებ რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სიმღერით დაგებრუნდებით. მაგვიძარა დაგებრუნდათ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები არიან ანსამბლი ლიახვი, მათი ხელმძღვანელი დავით ელბაქიძე და პროდიუსერი ნანა კალანდაძე. ქალბატონ ნანა, თქვენთან გადმოვაკითხვით. თქვენ გარდა პროდიუსერისა ხართ კომპოზიტორიც. ხომ არ ასრულებს ანსამბლი თქვენ კომპოზიციებს? ან როგორ უწევთ ამ ანსამბლს? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ესეთ ანსამბლს პროდიუსერი ყავდეს, როგორ კონკრეტულ პროდიუსინგზე როგორ საუბრობთ? იცით რა, პროდიუსინგი ეს ცალკე კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. პროდიუსინგი ეს არის ცალკე ძალიან დიდი ხელობა და ამას ჭირდება ძალიან ესეთი რეალური პროფესიონალი. და ამიტომ ყველა ანსამბლს აბსოლუტურად უნდა ყავდეს, მე ესე ვთვლი, პროდიუსერი. მაგრამ მე სულიად ახალი ადამიანი ვარ ამ ანსამბლთან და მარტო ამ ანსამბლთან არა, ეხლა ვერ მოგახსენებთ. თქვენ მკითხეთ, რომ როგორც კომპოზიტორი, საიდან მოვხვდი აქ. ჯერეთი გეტყვით იმას, რომ ჩემი კომპოზიციები არ სრულდება აქ იმდენად სხვა პროფილია ანსამბლის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ ბატონ დავით, რომ ერთ დღეს ჩემი კომპოზიციებიც ალბათ აღღერდება ანსამბლი ლიახვის მიერ, რამდენადაც მე დიდი ხანია უკვე ანსამბლურ, ასე ვთქვათ, ტრადიციული ჟანრის მუსიკას ვემსახურები და ანსამბლი თავისთავად ძალიან მომწონს. როგორც პროდიუსერი მე აქ მოვედი ანსამბლ ნართების პროდიუსერად, იმიტომ რომ ნართები ეს არის ერთი დიდი ანსამბლი და ანსამბლი ლიახვის ხმოდაში ამ სიტყვის თქმა ინტეგრაცია ამ ნართებთან მოხდა 5 წელია უკვე. და ისინი ხანდახან ნართების სახელითაც კი გამოდიან ხოლმე. და მთლიანად მუსიკალურ მხარეს უწევ, ასე ვთქვათ, რასაც უწოდებთ თქვენ პროდიუსინგს. ანუ მე რა უფლება მაქვს ჩავერიო ხალხურ ფოლკლორში. მე არა ვარ ფოლკლორისტი. ხალხურ სიმღერაში მეტადრე, როდესაც ასეთი პროფესიონალები უდგანან ამას სათავეში, მაგრამ დაუშვათ იქ რაღაც როგორ აეწყოს ეს პროგრამა, რა ჯობია, მართალი რო გითხრათ გულწრფელად, ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამას. ეს არ არის კონკრეტულად ის რაღაც დიქტატი ჩემ გარო წავიდეს, რომ ეს ასე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს. ეს ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ანსამბლს აქვს ერთი ალბომი, სადაც არის შესული 10 უძველესი ოსური ხალხური სიმღერა. ამ ალბომზეც რო გვესაუბროთ და ხომ არ აპირებთ კიდევ ახალი ალბომის გამოშვებას, ხომ არ იგეგმება სამომავლოდ? ალბომი გამოიშვა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, რომელსაც ყველა ვიცით გიორგი უშიკიშვილი ხელმძღვანელობს 2011 წელს. შესულია ოსური ძველი სიმღერები, უძველესი ხალხური სიმღერები. ამის გარდა აქ შესული სიმღერებისა ჩვენ კიდევ გვაქვს ოსური სიმღერები, რომლებიც უკვე იმღერებოდა ანსამბლ სიმდის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდი მე ქალაქ ცხინვალში 6 წლის განმავლობაში. ხოლო ის არის უკვე, ასე ვთქვათ, დამუშავებულივით აკომპონიმენტთან ერთად, მაგრამ სუფთა ხალხური ტრადიციული სიმღერები ოსური არის ამ ალბომში გამოშვებული. შეუცვლელი ვერსიები. შეუცვლელი. პარალელურად ხომ? და გამოშვებულია ოსური ხალხური სიმღერების კრებული. სურვილებს შეუძლიათ შეიძინონ ფოლკლორის ცენტრში და იხემძღვანელო აქ არის ქართული ოსური დამწერლობით და ქართულად. ეს ყველაფერი როდის გამოვიდა? 2011 წელს. თუ იცით, თუ სმენიათ ოსეთში აი ამ კრებულის შესახებ, ალბომის შესახებ და რა რეაქციები მოხდა, თუ კი მათთვის ცნობილია ამ ალბომის შესახებ? შეიძლება არ უნდა ვიძახდე, მაგრამ ასე ვთქვათ, ინკოგნიტოთ იყო ადამიანი ჩამოსული. ერთ-ერთი ყოფილი არ დავასახელებ გვარსასახელოს ყოფილი მოცეკვავე ჩემი ანსამბლისა თბილისში მიპოვა და გადავეცი და აფრთოვანებული დარჩა. გადაცემაში იღებდა ჩვენი ანსამბლი მონაწილეობას ჩვენი ეზო და იქ გაუწია პროპაგანდა და ცხინვალში ნახეს ტელევიზიით და ჩამოვიდა და წაიღო გავატანე. ალბათ და ყოველ დღე დილით
რადიო გადმოსცემს თურმე ამ სიმღერებს ცხინვალის რადიო. ხოლოდ ერთი დისკი გაატანეს და უკვე მთელ ოსეთში გავრცელდა. და სხვათა შორის ერთ-ერთი ჩვენი ანსამბლის წევრი დედულეთია ქვიშხეთი და იქ რომ მიდის ყოველდილით ქვიშხეთის რადიო იჭერს ცხინვალს და უსმენენ ამ სიმღერებს ყოველ დღე. ბატონ დავით ქალბატონო, ჩვენ ისევ შემოგიერთდებით, ისევ დავბრუნდებით. კახასთან მინდა გადავიდე. კახა, რა ხდება შენთან? რა ხდება და ჩემთან ჩოხიანი ლაფუთა. ლაფუთა ნიშნავს ოსურად ბიჭებს. ბიჭებო, ამჯერად რა სიმღერას შეგვისრულებთ? ახლა შემოგთავაზებთ სახუმარო ტიპის სიმღერას, რომელსაც ქვია ხორჟუშ. ანუ ვისაც კარგი ცოლი ყავს და მოკლე შინაარსს მოუყვებით ჩვენს მაყურებელს. ანუ ვისაც გელივით ცოლი ყავს სახლშიო, იმას არაფრის არ უნდა ეშინოდესო. ასეთი არის, ვისაც ორი цоли ყავს ბაზარში წასვლა რა დუნდა, იმიტომ რომ სახლში აქვს ბაზარიო და აი ესეთი შინაარსის სახუმარო ტიპის სიმღერა. საინტერესოა, მოსმენ დიდი სიამოვნებით. ბიჭებო, ლევან რომელ ცოლს ისურვებდი, გელივით თუ ორ ცოლს? არა, მიჩვენია 7 და გაწონასწორებული 1. ბატონო დავით, ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში მოღვაწეობდი, ბალეტისა და ცირკის გარდა ხუმრობდით ერთ-ერთ ინტერვიუში და როგორც ვიცი, ძარწემში გახსენით მუსიკალური ცენტრი, სადაც რომელიც ვაგონში იყო განათავსებული და 10 კილომეტრის გავლა გიხდებოდათ, რომ მისულიყავით. ალბათ ინტერესიც იყო. როგორც ვიცი, ოსური გიტარაც შექმნით. გითხარით, რითია განსხვავებული ეს ოსური გიტარა ჩვეულებრივისგან? არ ვიცი. შეიძლება ვწდები, მაგრამ შევნიშნე, რომ ანსამბლის ერთ-ერთ წევრს დღეს ეჭირა. როდესაც საქართველოში, ესე იგი, ეს დაძაბული სიტუაცია იყო სამხრეთ ოსეთთან, მე გადავწყვიტე წავსულიყავი და ჩემ სოფლებს, ჩემი ხეობის სოფლებს დავხმარებოდი, იმიტომ არც შუქი იყო, მარტო სროლის ხმის გარდა არაფერი ისმოდა სოფელში. 1999 წელს მე და ჩემი მეუღლე წავედით სოფელში. ჩვენი ინიციატივით ჩემი სოფელია თამარაშენი, პირველი სოფელი ცხინვალიდან და გავხსენით, ასე დავარქვით ხელოვნების სტუდია ბატონი მერაბელიშვილის სახელობის. მაშინ ბატონი მერაბი
იყო ცოცხალი და ნებართვა ავიღე. რომ შეიძლება თქვენი სახელობისა დავარქო, რომ იმიტომ რომ სულ გარდაცვლილის გარდა ადამიანი რომ გარდაიცვლება, მე არ ქმევენი ვისახლეს და მე მგონი მე ესე გადავწყვიტე რომ ჯობია რომ მანამ ცოცხალია. ადამიანმა მაშინვე მაგის და სიამოვნებით დამეთანხმა და მე და ჩემი მეუღლე 14 კილომეტრს დავდიოდით ქალაქ ცხინვალიდან. ცხინვალში ცხოვრობდით ჩემთან კლასელთან, ოსიერონების ადამიანთან და ქალაქ ცხინვალიდან დავდიოდით 14 კილომეტრი სოფელ ძარცევში. ესე იგი შემშლია 4 კილომეტრი მოგაკელით. ძალიან ჩვენ მართლა როდესაც გავეცანი ამ ისტორიას, ნამდვილად დასაფასებელია, რომ მოდივად ზრუნავთ აი ამ ოსურ კულტურაზე. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან და მადლობა რომ ზრუნავთ, რომ ოსური ფოლკლორი კვლავ განვითარდეს და არ დაიკარგოს. მაგვიძა რომ დღეისთვის განკუთვნილი 3 საათი ამოწურა, ჩვენ ორ შაბათამდე გემშვიდობებით, არ დაგავიწყეთ ორ შაბათსაც გაიღვიძეთ მაგვიძარასთან ერთად. შევახსენოთ მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ანსამბლი ლიახვი, ანსამბლის ხელმძღვანელი დავით ელბაქიძე და პროდიუსერი ნანა კალანდაძე. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით და მეც ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ორ შაბათიდან ისევ უყურეთ მაესტროს დილას მაგვიძარას ყოველ დილით 7 საათსა და 58 წუთზე. ხოლო თუ გამოგჩათ ამ გადაცემის ნახვა, ამისთვის არსებობს Facebook-ის გვერდი, სადაც ყველა სიუჟეტი იდება, რომელიც ეთერში გადის.